ჩვენ გამოვაგრძობთ უკვე ირანზე სპეციალისტებთან ერთად საუბარს. შემომიერთდებიან გენერალ-მაიორი ჯერ საქართველოს წევრი ვახტანგ კაპანაძე, თავისუფლების მოედნიდან უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი შაიშმელაშვილი, კოალიციას ცვლილებებისთვის სამხედრო ანალიტიკოსი ლევან ყურაშვილი. სანამ ბატონები დაიკავებენ მაგიდასთან თავიანთ ადგილს, ხამენეი თავის ვიწრო წრესთან ერთად ეს არის პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები, რომელიც დღეს მან რამდენიმე ინტერვიუში თქვა და რადგან საინტერესო პასაჟები არის, ამიტომ წავიკითხავ, ასე თქვა და თქვენც გაგაცნოთ. მოკლედ ტრამპი ამბობს, რომ ხამენეიო ვიწრო წრესთან ერთად საუზმობდა დარტყმის მომენტში. მას ეგონა, რომ უსაფრთხოდ იყო, რადგან დღის შუქი იყო. ირანელები გარკვეულწილად ამპარტავნულად მოიქცნენ, როდესაც ყველანი ერთად შეიკრიბნენ ერთ ადგილას და ჩათვალეს, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ. ამან ჩვენც კი გაგვაკვირვა. თქვა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში. ტრამპმა ირანის წინააღმდეგ უმძლავრესი დარტყმა დაანონსა. ციტატა: ჩვენ მათთვის ჯერ სერიოზული დარტყმაც კი არ მიგვიყენებია. დიდი ტალღა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. დიდი ტალღა მალე დაიწყება, ამბობს ტრამპი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა ამჯერად უკვე New York Post-თან ინტერვიუში მას გამოცხადა, რომ ირანში ამერიკული სახმელეთო ძალების გაგზავნას არ გამორიცხავს. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. სახმელეთო ჯარებთან დაკავშირებით შიში არ მაქვს. როგორც ყველა პრეზიდენტი ამბობს, სახმელეთო ჯარები არ იქნება, მე ამას არ ვამბობ. ასეთი რამ თქვა თავად ტრამპმა. შეერთებული შტატების შეერაღებული ძალების გაერთიანებული შტატების მეთაური გენერალი დენ კეინი. ეს არ არის ერთჯერადი, ერთღამიანი ოპერაცია. ჩვენ ველი დამატებით დანაკარგებს და როგორც ყოველთვის ვიმუშავებთ შეერთებული შტატების დანაკარგების მინიმიზაციაზე. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის მასშტაბური საბრძოლო ოპერაციები. ჩვენი მისიაა საკუთარი თავის დაცვა და რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ირანისთვის ძალის პროექცირების აღკვეთა მის საზღვრებს გარეთ. ასევე მზადყოფნა შემდგომი მოქმედებებისთვის საჭიროების შემთხვევაში. ძალების გადმოსროლა დღესაც გრძელდება, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კონცენტრაცია ძალების გრძელდება და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს კომენტარი ასევე დღევანდელი. დღევანდელი ბრძოლა იმ დღისთვისაა, როდესაც ირანელი ხალხი ტირანიის უღლის გადაგდება შეძლებს. როდესაც ეს დღე დადგება, ისრაელი და ამერიკა იქ იქნებიან და მნიშვნელოვანია, რომ ირანელი ხალხი ჩვენთან ერთად იყოს. ნეთანიაჰუს კომენტარი არის ეს. მოდი დავიწყოთ საუბარი ჩემს სტუმრებთან, მოგესალმებით ბატონებო. ბატონო ვახტანგ, დღევანდელი სურათი რომ შევაფასოთ და აღწეროთ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც გვაქვს როგორც ოფიციალური პირების მხრიდან, მათი ნაწილი საზოგადოებას ახლა გავაცანით და შევახსენეთ, ასევე იმ მონაცემებით, რომელსაც ჩვენ ვფლობთ სხვადასხვა წყაროებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები აგრძელებენ ოპერაციას, ირანი პასუხობს შეძლების დაგვარად და ყველას ეს გვაინტერესებს, რა რესურსი აქვს ირანს, რომ ესკალაციისკენ წაიყვანოს უფრო ეს პროცესი და რა ამოცანები აქვს ამ ეტაპზე უკვე შეერთებული შტატების ხელისუფლებას ისრაელთან ერთად. გასაგებია, რომ უპირატესობა მათ მხარეს არის, მაგრამ აი მიზანი რა არის თქვენი აზრით, იმიტომ რომ 45 მაღალჩინოსანი და მნიშვნელოვანი ფიგურა უკვე გაანადგურა ერთ დღეში. პრეზიდენტ ტრამპი თვითონ აღნიშნავს ამას, ხო? და აი კიდევ საით რა ამოცანები აქვს ახლა უკვე სამხედრო თვალსაზრისით შეერთებულ შტატებს. მოგესალმებით, მივესალმები ჩემ კოლეგებს დღევანდელ საღამოში. პირველ ყოვლისა შევეცდები, რომ ტექნიკურ-ტაქტიკური დონიდან ავიწევი, ვინაიდან ახლა თითოეული რაკეტის მონაცემები და ის ინტერნეტში შეიძლება მოიძებნოს და ამიტომ კონცეპტუალურად და ზოგადად შევეცდები, რომ ვისაუბრო ჩემი თვალით დანახულ ამერიკელების კამპანიის დიზაინზე. ეხლა არის ფაზირება, რასაც ქვია, ფაზირების მიხედვით ეხლა არის გადამწყვეტი ფაზა, ან ინიციატივის ხელში აღების ფაზა. რაც გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა იქნას მოპოვებული ბატონობა ჰაერში. აქ უკვე აღარა საუბარი უპირატესობაზე, აქ არის საუბარი ბატონობა ჰაერში, რაც ფაქტურად მიღწეულია. შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 1 ან 2 დღე და შემდეგ ეს ფაზა გადადის უკვე ძირითად ფაზაში, რომელშიც იქნება უკვე განსაზღვრული მიზნების განადგურებაზე მეთოდური მოქმედება, უკვე იმოქმედებენ თვითმფრინავები შეუძლიათ უკვე დაბალ სიმაღლეებზე მოქმედება, ვინაიდან ის საფრთხე იქნება განეიტრალებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების და ახლად გამოჩენილ სამ მიზნებზე იქნება ზემოქმედება.
ყველაზე რთული აი ამ დაპირისპირებაში ჩემის აზრით იქნება როგორც წესი როგორც ხდება ხოლმე კამპანიებში არის ეს შემდგომი ფაზა ესა ტრანზიტული ფაზა ანუ საომარი მოქმედებიდან მშვიდობიან მოქმედებზე ან ცვლილებასკენ გარდამავალი ფაზა ეს როგორც წესი ყველაზე გრძელვადიანია და ყველაზე არაპროგნოზირებადი რა თქმა უნდა ექნებათ ახლა რამოდენიმე სცენარი განსაზღვრული თუ რა შეიძლება რა ვითარება შეიძლება განვითარდეს ირანის ტერიტორიაზე ნებისმიერ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს ძალიან კარგად ჩანს ეს ფაზირება ჩანს და შემგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ ყველანი ვართ მოწმეები მეხუთე თაობის ქსელურ ცენტრული ომის არქიტექტურის ჩამოყალიბების რომელშიც ძალიან დიდი ადგილი უკავია ეგრეთ წოდებული ჯერ კიდევ 96-ში 98-ში შემუშავებულ კონცეფციას რაფი დომინირების ანუ რომელსაც ხმარებაში უძახდნენ შოკის და ძრწოლის კონცეფციას იმის რეანიმირებას და უკვე თანამედროვე ვითარებაზე ტექნოლოგიურ ვითარებაზე მორგებას მომავლის ომი იქნება ასეთი და არა ისეთი რასაც ხედავთ ჩვენ უკრაინაში სადაც მეორე თაობის ომში არიან გაყინული ოღონდ ტექნოლოგიურად რა თქმა უნდა ტექნოლოგიურ პირველ მსოფლიო ომს აწარმოებენ უკრაინაში რუსები ეს მასტერ კლასია ყველასთვის ახლა შეეხება ირანს ირანის 12 დღიანმა ომმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ირანის სამხედრო საბრძოლო შესაძლებლობებს დაგვაუწყდება რომ ირანი მეშვიდე ადგილზე იყო მსოფლიოში თავისი შეერთებული ძალებით. თორსა 610,000-იანი შეერთებული ძალები ყავდა, აქედან 350,000 სახმელთო ძალები. ისლამის გუშაგთა კორპუსი იყო 125,000-იანი, რომელსაც თავისი საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და სახმელთო ძალები კომპონენტებიც ყავდა. პარალელური არმია. ეს SS-ი იყო უხეშად რო ვთქვათ, ირანის SS-ი იყო და არის ჯერჯერობით და აქ ითვლიდა რომ დარჩენილი ჰქონდა ჯერ კიდევ დარჩენილი იყო ირანის ტერიტორია სადაც 2000-მდე ბალისტიკური რაკეტა. რაკეტების რაოდენობაში არ არის დიდი საფრთხე არის მის გამშვებებში. და ის მეთოდურობით რასაც ახორციელებს დღეს ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები აი ამ ზუსტად აი ამ მობილურ გამშვებებზე ნადირობით რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად სუსტება ირანის შესაძლებლობა. ჩემი აზრით ირანმა დაუშვა სამხედრო შეცდომა ეს იყო ის რომ მან არ მოახდინა კონცენტრირება აი ამ რაკეტების კონკრეტული მიმართულებებზე და გაფანტა სხვადასხვა მიმართულებებზე, სხვადასხვა ბაზებზე, თუ 27 მიმართულებაზე იყო დარტყმები განხორციელებული და ამავე დროს სამხედრო თვალსაზრისით, სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეს იყო სამხედრო შეცდომა, ხოლო პოლიტიკურ-სტრატეგიული შეცდომა იყო არაბული სამყაროზე განხორციელებული დარტყმები, რაც საშუალება მისცა, რომ ჩამოყალიბებულიყო ეგრეთ წოდებული სუნიტური კოალიცია, ამას საფუძველი უკვე აქვს ჩადგმული, ზუსტად ირანის წინააღმდეგ. ამას დაემატა ევროპის გადაწყვეტილება, რომ დაეხმაროს ამერიკა და ხარში ამოუდგეს ამერიკას და ამაში კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპა, რომ თუ რამდენად საჭირო ამერიკისთვის ევროპა და რამდენად საჭირო ამერიკისთვის მოკავშირეები თუ ევროპაში და თავის მნიშვნელობასაც წევს მაღლა ევროპას, თავის სტატუსსაც წევს მაღლა. ასე რომ ჩემის აზრით დიდი ალბათობით არ იქნება, დიდი ალბათობით არ გამოუცხავ არაფერს, დიდი ალბათობით სახმელთო ოპერაცია, ფართო მასშტაბის სახმელთო ოპერაციას მაქსიმალურად შეესწებიან, რომ აარიდონ თავი, თუმცა საჰაერო კამპანია გაგრძელდება და მაქსიმალურად შეესწებიან ისეთი ზარალი მიაყენონ ირანის შეერთებულ ძალებს, რომ ჩემი აზრით ცდელობა იქნება ძირითადად მაინც დარტყმები იქნება გუშაგთა კორპუსის წინააღმდეგ, რომ შეერაღებული ძალები რამენაირად ხალხის მხარეს გადავიდნენ, რათა ეს ცვლილებაში შეერაღებული ძალებმა ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი. აი, მადლობა, მაგრამ ხთან და გავაგრძელოთ ზუსტად აი ამ ხაზით
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს მაინც უფრო მეტად მიმართულია ქვეყნის გარეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებაზე და მინიმიზაციაზე. მაგრამ ფაქტია, რომ მიზანს და ამოცანას აღარ წარმოადგენს მხოლოდ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა. ტრამპანს თქვა, ჰექსეტმა გაიმეორა, რომ ცვლილებები მოხდება. რა სცენარები შეიძლება ჰქონდეს გათვალისწინებული ისრაელს და შეერთებულ შტატებს ერთად და რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს მასში თქვენი აზრით? სალამ გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. მე ვსანოვი თქვენს მაყურებელს, სანამ თქვენ კითხავს ვიპასუხებ, დღეს მაინც მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოში და მინდა ორი სიტყვა რო ვთქვა. პრინციპში ირანსაც ეხება და ზოგადად ჩვენს რეგიონს. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ მართლა ისტორიულ დროში ვცხოვრობ, სადაც ისტორიული მოვლენები ხდება აგერ აქვე ყურისძირში, ჩვენს გარშემო და როცა 50 და 100 წელი გავა და ეს ისტორიული ცვლილებები მომხდარი იქნება, მე და გიორგი რაში არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს, ეგ არავის არ გაახსენდება და არავის არ დააინტერესებს და ისტორიას არ დააინტერესებს. ამიტომ ის რაც დღეს მოხდა, როცა ადამიანებმა განსხვავებების გვერდზე გადადეს გულისხმობ ოპოზიციური ალიანსის შექმნას, ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი. და მათ შორის რეგიონალური მნიშვნელობის ამბავიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ფერხულში უნდა ჩავებათ, რაც ჩვენს რეგიონში ხდება. და მათ შორის ის ირანის ცვლილებები, რაზეც ირანში ცვლილებები რაც შეიძლება მოხდეს პოტენციურად, ხო? ესეც ამ რეგიონის ნაწილია და საერთო ამბავია ყველას. რა შეიძლება მოხდეს ახლა ირანში, ირანზე რო ვილაპარაკოთ, ხო? პროგრამა მაქსიმუმი არის, რა თქმა უნდა, რეჟიმის ცვლილება. ესე რაღაცა გუშინ ლინციგრემი ამბობდა, ჩვენი მიზანი არ არის რეჟიმის ცვლილებაო, მაგრამ თუ შევხედავთ იგივე ებრაულ წყაროებს, ისრაელელ პოლიტიკოსებს, ისინი ამაზე ღიად საუბრობენ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაგვარონ. ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხდება, თუ იქ არ მოხდა ამ მკვლელი რეჟიმის შეცვლა. მკვლელი რეჟიმის შეცვლის გარეშე კი მესმის რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება თითქმის ბოლომდე გაანადგურონ ეს პროგრამები, მაგრამ სანამ არსებობენ სპეციალისტები, სანამ არსებობს ტექნოლოგია, ყოველთვის შეიძლება ამის აღდგენა. ამას დაჭირდება, რა თქმა უნდა, ბევრი დრო, მაგრამ პრობლემა არ მოიხსნება. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი არის რეჟიმის ცვლილება და ეგრეთ წოდებული გადემოკრატიულება. გასაგებია რომ და ჩვენ რაღაც ევროპული ტიპის დემოკრატიას ირანში უახლოეს პერიოდში ვერ მივიღებთ. ადეკვატურ სუბიექტად. ხო, ცხადია, ახლა ვერ მივიღებთ. ამას აღარ იტყვის, რომ ისრაელს არსებობს უფლება არ აქვს და პარალელურად ატომურ ბომბს გავაკეთება. ხო, ნუ გასაგები იყო, რომ ბოლოს აქამდე მივიდოდა საქმე, მაგრამ რა რესურსები არსებობს ამისთვის? ახლა თეოკრატიული სახელმწიფოს პირველი პირი მოკლეს ლამის მთელი ოჯახი. დღეს გავრცელდა უკვე ინფორმაცია, რომ მისი ცოლიც მეუღლეც, რომელიც ამ დაბომბვის დროს იყო დაჭრილი, ისიც გარდაიცვალა და დაიღუპა. თავი შეიძლება ითქვას, რომ სისტემას კი წააცალეს, მაგრამ ამ სისტემას ახასიათებს მრავალშრიანობა და მათ შორის დეცენტრალიზაციის ელემენტებიც. როგორ უნდა იქნეს ეს მიღწეული ამ ტიპის ოპერაციების შედეგად, რაც არ უნდა დაასუსტონ სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით? ხო, მეორე ვარიანტი, ანუ პროგრამა მაქსიმუმ თქვი, მეორე ვარიანტი არის ეს ამ ადამიანების ლიკვიდაცია მოხდეს იქამდე, სანამ არ გამოჩნდებიან ადამიანების ჯგუფი, ანუ ერთ კონკრეტული ადამიანი, ვინც თანახმა იქნება იმ პირობებზე, რასაც მას წაუყენებს ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი. აქ მოდი ვახსენოთ, რადგან ინფორმაციული არის ბოდიში რო გაწყვეტინებ, რომ ამის პრეცედენტი შედგა უკვე გუშინ აირჩიეს ადამიანი, რომელიც მისი ადგილმომაცვლე იქნებოდა მანამ სანამ არჩევნები ჩატარდება მთავარი აიათოლოსი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად მის სახლში, მისი რეზიდენციის დაბომბვის შედეგად ისიც მოკლულია. ჯერ ირანულ წყაროებს არ დაუდასტურებდა. ხო, ჯერ დადასტურება არ გამოურისხავ, იმიტომ რომ ისრაელი ზუსტად ამ მეთოდით მოქმედებდა და მოქმედებს განსაკუთრებით ლიბანთან, ჰეზბოლასთან და სხვებთან მიმართებაში, როცა ადგილმონაცვლეებს ერთი დღის შუალედი დანადგურებდნენ და ბოლოს ვეღარ იპოვეს ადამიანი, რომელიც დათანხმდებოდა იმ თანამდებობაზე, ხო? ხო, ბოლოს გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მათ რაღაც ზავზე მოილაპარაკა ისრაელთან და ომი დასრულდა, ხო, იგივე ლიბანში. იგივე მოხდა მადუროს შემთხვევაში, როცა უბრალოდ ერთი კაცი მოიტაცეს და მის მაგივრად ვინც აღმოჩნდა, იმან თქვა, რომ კი ბატონო, პატიმრებსაც გამოუშვებ, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობასაც მინიმუმამდე დავიყვან. მოკლედ ამერიკის პირობებს დათანხმდა. ეს არის მეორე სცენარი, რაც შეიძლება მოხდეს. თუმცა ყველა სასურველი რა თქმა უნდა არის რეჟიმის ცვლილება, ოღონდ ამ რეჟიმის ცვლილება სჭირდება, ამას დაბომბებით შეუძლებელია რეჟიმის ცვლილება. დაბომბვა არის შეიძლება დაასუსტო მისი უსაფრთხოების ძალები, ხო და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ირანელმა ხალხმა უნდა აიღოს ხელში ძალაუფლება, თუ უნდა საკუთარ ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება. სხვა შანსი უბრალოდ არ არსებობს. კიდე ერთი ვარიანტი არის სახმელეთო ოპერაცია, მაგრამ სახმელეთო ოპერაციით ჩვენ გვინახავს ამის მაგალითები და საკმაოდ წარუმატებელი, ხო, იგივე ავღანეთში, იგივე ერაყში, როცა უბრალოდ ასე
ამერიკის დასმული ადმინისტრაცია ვერ მუშაობს. რეალურად ხელშესადავებს ვერ იღებს, როგორც კი იგივე ავღანეთში გამოეცალათ ამერიკის მხარდაჭერა, 24 საათში დაკარგეს ხელისუფლება იქ ძალებმა, რომელიც დაახლოებით 20 წელი იყვნენ ხელისუფლებაში, ხო? ამიტომ თავარი არის და ეს მე მგონი ამერიკის ადმინისტრაციას კარგად ესმის იგივე მადუროს შემთხვევაში თქვა რომ ესე არ არის რომ რაღაცა უცებ რაღაცა გადემოკრატიული სიტუაცია და ერთი ხელის აქნევით შეიცვალოს ყველაფერი ხო ამას ჭირდება ტრანზიცია ამას ჭირდება პერიოდი შეიძლება იპოვონ შუალედური გამოსავალი როცა იქ ადგილზე იქნებიან ძალები რომლებიც დათანხმდებიან ამ პროგრამის გაჩერებას როგორც მინიმუმ და მშვიდობიან ტრანზიციას რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ოღონდ კიდე ერთხელ მომწე ესეც ძალიან რთული ამოცანა ახლა ამ წუთას ჯერ ხო რამდენიმე დღეა გასულ ოპერაციის დაწყებიდან ჯერ წმინდა სამხედრო კომპონენტს უყურებ და რთულია თქმა როგორ გაგრძელდება მოვლენები სანამ ბომბები წვივა მანამდე იქ რაღაცა ხალხი გამოვიდეს და გამოსვლები იყოს მე თითქმის გამოურიცხავ და გარდა ამისა ამ ხალხს რაღაც დახმარება ჭირდება ხო შიშველი ხელი ტყვიამფრქვევის წინააღმდეგ წასვლა არის თითქმის წარმოუდგენელი ანუ ამ ხალხმაც რაღაც დახმარება უნდა მიიღოს იმისთვის რომ ეს მკვლელი რეჟიმი მოიშოროს თეირანის ქუჩებიდან გიორგი მინდა რომ გააგრძელოთ თქვენი ვერსიები როგორია იმიტომ რომ რაც ახლა ჩვენ საუბრობთ ეს ახსენა ახლა ბატონ ვახტანგმა და მართლაც ეს არის გასამხედროებული იდეოლოგიურად ინდოქტრინირებული იმ დონეზე რომ ყველაფერზე წამსვლელი ხალხი არის ეს აჩვენეს კიდეც ხო ისე ციფრებზეა ლაპარაკი რა მასშტაბითაც ხოცეს ხალხი ქუჩებში რომ ამ ადამიანებს ბოლოს და ბოლოს დასაკარგიც არაფერი არ გაქვთ ამ გაგებით მიუხედავად იმისა რომ ტრამპი ხშირად იმეორებს ამას რომ იმუნიტეტს გთხოვენ ანუ პატიებას და ჩვენ მზად ვართ რომ ეს გავცეთ გასაგებია რატომაც აკეთებენ მაგრამ ბევრი მათგანი ხვდება რომ ტრამპმა შეიძლება აპატიოს მაგრამ იმდენი სისასტიკე აქვთ ჩადენილი რომ იქ ხალხი არ აპატიებს ისინი ბოლომდე იომებენ და მათ აქვთ ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აქვთ იარაღი, აქვთ შესაბამისი რესურსები. აი რას ფიქრობთ ეს შეუძლებელია ამერიკელებს ისრაელს არ ქონდეთ გათვალისწინებული? მოგესალმებით საღამოშვიდობის მადლობა მოწვევისთვის ვიზიარებ შენს სულისკვეთებას გონია რომ მართლა მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს საქართველოში წინააღმდეგობისთვის და წინააღმდეგობის ზოგადად აი ამ მონაკვეთში ხო, რაც შეეხება თქვენ შეკითხვას. ნახეთ, ანუ ის პოლიტიკა და სამხედრო საქმე გენერალმა იცის, არასდროს არ არის მექანიცისტური, რაც დაგეგმე გამოვიდეს ეგრე არ არის და ძალიან კომპლექსური რამ მია თავისი შინაარსით რა. ამ შემთხვევაში რას ვაკვირდებით ახლა ჩვენ ამ ქვეყანაში როცა ამ ტიპის მოვლენებზე ლაპარაკობენ ხოლმე ერთია შეთქმულების თეორიები რომ აი როგორ გონიათ ახლა ამერიკელებს ირანში დემოკრატია აღელვებს უკვე მოვისმინეთ რაღაც მსგავსი და მეორეა ხოლმე ძალიან ესეთი მექანიცისტური ამ შემთხვევაში თითქოს ინტელექტუალური დაკვირვებები იმის თაობაზე რომ დიახ ჰაერო კამპანია ვერ გამოიწევს ავტომატურად რეჟიმის ცვლილებას და კი ეგ ყველამ იცი და გარწმუნებთ რომ ამერიკელმა პოლიტიკოსმა სამხედრომაც და არ ვიცი ყველა ვინც ამ ოპერაციის დაგეგმვაში ციდან ხელისუფლება ვერ ჩამოვარდა ხო ანუ ეგ იცი მაგრამ ესა ძალიან მნიშვნელოვანი რა მიიყვან ამერიკელები აქამდე ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი ჩემი ძალიან ისეთი ცოტა ტრაგიკულიც არის ამერიკის საგარეო პოლიტიკის ამ ნაწილზე დაკვირვება ამერიკას საგარეო პოლიტიკური ინტერვენციები ხშირად უწევს ყველაზე უფრო იზოლაციონიზმის პიკში როცა არის ხოლმე ეს იყო პირველი მსოფლიო ომის გარეჟრაზეც მეორე მსოფლიო ომის და ასე შემდეგ მოკლედ იზოლაციონიზმი ბევრად უფრო პოლიტიკური და კულტურული გამოცდილება ამერიკელების ვიდრე ინტერვენციონიზმი რეალურად მაგრამ ინტერვენციონიზმი გამოწვეულია ხოლმე იმ აუცილებლობებით რომელსაც სამყარო მათ უყენებდა რა აუცილებლობა იყო ხო ამ შემთხვევაში იყო მნიშვნელოვანი ამბავი ეს არის რეჟიმი მკვლელი რეჟიმი როგორც შენახსენელებან რომელიც ახლოს არის მიუხედავად იმისა რომ სუსტებოდა მისი შესაძლებლობები ბირთული იარაღი შექმნასთან და ეხლა რაც უნდა ვილაპარაკოთ ხო ანუ ბირთული თეოკრატიული რეჟიმი აბა ისრაელის მოქალაქეს კითხეთ დაახლოებით რას ნიშნავს როცა მას გაცხადებული საგარეო პოლიტიკური დოქტრინა აქვს რომ ისრაელის სახელმწიფო უბრალოდ არ უნდა არსებობდეს როგორც თქვენ ახსენეთ ხო უბრალოდ ბევრმა გარემოებამ მათ შორის მანამდე 12 დღეანმა კამპანიამ მათ შორის ჰეზბოლას და ჰამასის დასუსტებამ უკვე ისრაელის მცდელობების შედეგად და რაც თავია ირანის შიგნით მომწიფებულმა ამ პროტესტმა მიიყვან ამერიკელები ამ გადაწყვეტილებამდე რომ ეს დაეწყოთ ამ ტიპის ოპერაცია
ოპერაცია. მე მგონია რომ ეს ბოლო ფაქტორი რაც გულისხმობს ირანის შიგნით პროტესტის სტრუქტურულ და შინაარსობრივ რაღაც ახალი ტიპის პროტესტს, რაშიც სხვა ანუ ბევრად უფრო საზოგადოების სხვადასხვა ფენა ჩართული და ამ შემდეგ, ხო? ეს იყო მნიშვნელოვანი დაშვება, რაღაცა ცვლადი, რომლის ირგვლივაც აიგო ეს კამპანია, რომ ამ ადამიანებს ექნებათ საშუალება რეჟიმზე მოახდინონ გავლენა, რეჟიმის ცვლილებაზე. თავისთავად ავტომატურად კიდევ ვიმეორებ ეს ყველაფერი იმუშავებს თუ არა რეალობაში, ჩვენ ვნახავთ, მე მგონია რომ როგორც ლევონმა აღნიშნა სახმელეთო ოპერაციისთვის არც პოლიტიკური აპეტიტი და არც სხვა ტიპის არ იარსებებს ამ წუთას ამერიკულ საზოგადოებაში. ამიტომ ძირითადად აი რა ქვია კამპანიის შინაარსი იქნება ეს განადგურება სამხედრო პოლიტიკური შესაძლებლობების ირანის აი ამ რეჟიმის ამ შემთხვევაში აი არა მხოლოდ ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი, ალბათ ზოგადად ნებისმიერი სამხედრო და პარამილიტარული შესაძლებლობა რაც კი შეიძლება გქონდეს და პარალელურად ადგილზე სპეცოპერაციების მეშვეობით გამოხშირვა იმ ადამიანების, რომლებიც გაართულებენ ამ მიმართულებით ტრანზიციის მიღწევას თვითონ სახელმწიფო სისტემის შიგნით. განსაკუთრებით სხვადასხვა კლანია იქაც ეს რაღაცა მონოლითური სისტემა კი არ არის. ლარიჯანის სხვაგან არის და ფეზეშკიანის სხვაგან არის. ანუ ერთმანეთთან სიამტკბილობა კი არ აქვს. ანუ იქაც შიგნითაც მით უმეტეს ამ სტრესის და დაწოლის ფონზე იქაც შიგნით დაპირისპირებები შეიძლება იყოს. რეჟიმის შიგნით რა თქმა უნდა ეს რაღაცა ნაპრალები გაიზრდება ამ წნეხის ფონზე და თავისთავად უბრალოდ ეს ნაპრალები ყველაზე დიდი რისკი რაც შეიძლება დაუდგეს არა მხოლოდ ირანს, არამედ ზოგადად რეგიონს ამ შემთხვევაში არის ის რომ აი როგორც გენერალმა თქვა სტაბილიზაციის ფაზა გაიწევს. ანუ რაღაცა ტიპის იმ ტიპის დაპირისპირებაში გადაიზარდოს ადგილზე ვითარება, რასაც რისი კონტროლიც იქნება რთული. ქაოსი არავის აწყობს, არც სამეზობლოს მისაც, არც შეერთებულ შტატებს. ჩვენი საუბრის მეორე ნაწილი მინდა გენერალმა თქვა, რომ ტაქტიკურ დონეს შევეშვათოთ და ზევიდან დავიწყოთ, ახლა კიდევ უფრო მაღლა ავფრინდეთ და იქიდან რომ დავხედოთ გეოპოლიტიკური ბალანსი. რა გავლენას ახდენს ეს პროცესი? ირანი ნავთობის მარაგების უზარმაზარი მფლობელი არის, უკავია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდგომარეობა, წარმოადგენს ბოროტების ღერძის მნიშვნელოვან მდგენელს, რგოლს. რა გავლენას ახდენს ეს პროცესი თავისუფალი სამყაროს, კოალიციის და ბოროტების ღერძის მდგრადობაზე და მდგომარეობაზე. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, უფრო რუსეთის და პუტინის მდგომარეობის აქცენტით, რომლებიც ჯერჯერობით ლავროვის და მისი სახით მხოლოდ სამძიმრით და ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებდნენ. მედვედევიც როგორც ყოველთვის ძალიან შინაარსიან კომენტარს თუ არც. უშუალოდ სამ გავცემთ კითხვა, მე მინდა გავაგრძელო აი მოსაზრება და დავეთანხმო აბსოლუტურად უშიშველი ხელებით ყველაფერი წინააღმდეგ გვერწავა რეჟიმის შეცვლაზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ისე განავითარონ ეს დარტყმები და ეს განცხადებები, მოწოდებები, რომ შეაღებულმა ძალებმა დაყავს. ეს არის ცდელობა, რათა შეაღებული ძალები გადავიდეს ხალხის მხარეს. შეაღებული ძალები ირანში არის ახალწოვრები დაკომპლექტებული ძირითადად. იქ არის ასევე ელიტა, ხელმძღვანელობის ელიტა, რომელიც დაპირისპირებულია დამერწმუნეთ ზოგადად აი იგივე ბასიჯის და ეს რომელთაც აქვს ცალკე კასტა ჩამოყალიბებული გუშაკთა კორპუს შესაბამისად აი ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა ეს გათვლით იქნება და ასევე როგორც თქვა ტაისონს აქვს ხო ნათქვა ყველას აქვს გეგმა სამყაროში არ მოხდება. აი როგორ განვითარდება იმის დამიხედვით ეს უკვე გამოჩნდება რა. თქვენს კითხვასო დაუბრუნდეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონში იქნება ტექტონიკური ცვლილებები და ძვრები. ეს არის, ეს ირანი არის. ირანი წარმოიდგინეთ, რომ რუსეთისთვის იქნება ძალიან მტკივნეული, თუმცა რუსეთს აწყობს აი ახლა ეს გაჭიანურება, ამ დაპირისპირების გაჭიანურება, ვინაიდან გარკვეულწილად რაღაც რესურსები იქნება გადამისამართებული ამ მიმართულებაზე და ყურადღებაც იქნება გადატანილი. უკრაინის დასავლური ხარდაჭერა. მაგრამ არ აწყობს, რომ ირანი გახდეს. ხო, მაგრამ ირანი არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე, ნუ ყოველ შემთხვევაში მცდელობა რო ყავდა ყოველდღე მოკავშირე და ირანი მისთვის იყო დამაბალანსებელი თურქეთის და აზერბაიჯანის გაზრდილი ამბიციების რეგიონში. შესაბამისად ასევე ის ღერძი, რომელიც ხოდა ვერტიკალური ღერძი, ხო? რუსეთი, სომხეთი, ირანი
ჰორიზონტალურ ღერძის საპირისპიროდ ხო თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი საპირისპიროდ. ეხლა იცვლება, იქაც იცვლება ყველაფერი, იცვლება სომხეთი. სამცხარო საქართველოს ამოვარდნილია მაგ ღერძიდან და გოლი სამხრეთის ღერძში ჩვენ ჩავნაცვლით. ალბათ, ყოველ შემთხვევაში ირანი ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით და ირანის ამოვარდნა ავტომატურად ასუსტებს ინდოეთს და შესაბამისად ჩინეთიც სადღაც 50% ესე იგი ენერგომატარებლების ირანიდან ჩინეთს მქონდა, ხო? კი, თუ ამას ვენესუელას ნავთობსაც დავამატებთ. ვენესუელას ნავთობის 85% იყო, მაგრამ უბრალოდ თავისი ნავთობის ვიძახი 50%-ამდე ჩინეთს მიაქვს და აი ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს აი ამ ღერძს და მე არ ვიტყოდი იმას, რომ ეს არის კრიზისი, რა თქმა უნდა, რეგიონისთვის, მაგრამ მე არ ვიტყოდი იმას, რომ ეს ამ კრიზისის გამოყენებას არ შეეცდება როგორც მეზობელი, ისევე რეგიონის ქვეყნები. იგივე სუნიტური კოალიციაზე მქონდა, რაც მქონდა საუბარი. თქვენ მინდა გითხოთ, უკრაინა უკვე რადგან ვახსენეთ, დღეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო იმ მხრივ, რომ უკრაინისგან ელიან დახმარებას, რომ ირანული დრონების შეტევების ეფექტური წინააღმდეგობა შეძლონ მათ შორის დასავლური კოალიციის წარმომადგენლებმა. ეს ძალიან აქტუალური გახდა მათ შორის ყურეს ქვეყნების თავდაცვითი სისტემებისათვის, რომელთაც ძალიან კარგი შეიარაღება აქვთ. საუდის არაბეთს ერთ-ერთი საუკეთესო აქვს საერთოდ მსოფლიოშიც, მაგრამ ხედავთ, რომ თანამედროვე ბრძოლისა ამ ტექნოლოგიებისა და მეთოდებსთან ადაპტირება სჭირდება დრო და გამოცდილება. რაც აღმოჩნდა, რომ ეხლა აქვს უკრაინას. ამ კონტექსტითაც მინდა რომ სურათს დავაკვირდეთ. უკრაინასაც შეეხება და ამ ყურის ქვეყნებს, სადაც ხო შეიარაღება სულოდაგულო, რაც გინდა ის არის უბრალოდ ახლა მე და თქვენ ფორმულა 1-ის ბოლიდი რომ მოგვიყვანონ, ხა უხეში შედარებაა, მაგრამ ვერ გავატარებთ უბრალოდ ადგილიდან ვერ დავწრებთ, ხო? ასეთი უხეში, რა თქმა უნდა, მათ აქვთ რაღაც გარკვეული გამოცდილება, მაგრამ უკრაინა 4 წელი არის ისეთ ომში ჩაბმული. აი თან დრონების კუთხით ხო თუ შევხედავთ, თორემ გენერალი მართალია, რაღაც პირველი მსოფლიო ომის დროინდელი რაღაც ომს გავს, მაგრამ რაც შეეხება დრონების კუთხით, ეს სრულიად ახალია, მანამდე სხვა შახედები ზუსტად. კი, ზუსტად შახედები, რომლებიც პირველივე წლიდან მიაწოდა რუსეთს ირანმა, ხო? ამის წინააღმდეგ ბრძოლის იმხელა გამოცდილება აქვს უკრაინას. აი ესეთ გამოცდილება სოფლიოში არ აქვს არავის აბსოლუტურად. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მეტი გამოცდილება ვისაც აქვს, იმ ქვეყანას უნდა მიმართო დახმარებისთვის და როგორ შეიცვალა ხო ყველაფერი, როცა 4 წლის წინ ნატოს მიმართავდა უკრაინა ცის ჩაკეტისთვის და დღეს უკრაინა მზად არის, რომ ნატოს და მის მოკავშირეებს დაეხმაროს საჰაერო სამიზნეების განეიტრალებაში. ზოგადად რეგიონულ კონტექსტში რო ვისაუბროთ ხო, მათ შორის საქართველოც არის ამ რეგიონში და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხო არის რეალურად 21 საუკუნე ალბათ იქნება რაღაც ორიგინალურს არ ვიტყვი, ჩინეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირება. რუსეთი რაღაცა პატარა გაელვება არის, რუსეთს არ აქვს იმის არც პოლიტიკური, არც ადამიანური, არც ფინანსური რესურსი, რომ ამ ორი გიგანტის დაპირისპირებაში ჩაერთოს. შესაბამისად, ამ დაპირისპირებაში ირანი არის ზოგადად ეს ყურის ქვეყნები, ირანი, ჩვენი რეგიონიც არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ დაპირისპირების და ირანის გამოცვლა ჩინეთისთვის იქნება ძალიან დიდი დარტყმა, ხო? იმიტომ რომ ირანი ჯერ ერთი რომ ნავთობ რესურსებით დიდარი ქვეყანაა, ირანს მოყვება მერე იქვე არის სირია, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და მთელი ეს რაღაც რეგიონი, რომელიც შეიძლება სადაც შეიძლება ჩინეთმა გავლენა დაკარგოს და მოიპოვოს ცივილიზებულმა დასავლურმა სამყარომ, ხო? ამიტომ ირანის გამოცვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკისთვის და ეს ხო რესურსების ბრძოლაც არის პლუს ამას. ირანის რესურსები, იქეთ საუბარია ვენესუელა, რომელიც ალბათ კი არა ყველაზე დიდი მარაგები აქვს ხო ენერგორესურსების. ამის გამოცვლა ჩინეთის და რუსეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკისთვისაც, ევროპისთვისაც და მათ შორის ჩვენთვისაც და ჩვენთვის გარდა იმისა, რომ ამ რაღაც დაპირისპირებაში უნდა ვიყოთ ცივილიზებული ადამიანების მხარეს, ჩვენთვის
გარდა ამისა რეგიონული ინტერესიც არის, რომ ამ რეგიონში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და როცა გვერდზე ყავს ყველელი რეჟიმი, ტერორისტული რეჟიმი, ხო, რომელიც აფინანსებს ჰეზბოლას, ჰამას, ჰუსიტებს, ამ რეჟიმის მოშორება კარგი არის ყველასთვის. იმიტომ რომ სადაც არის მშვიდობა, იქ არის განვითარება, იქ არის სიმდიდრე. თუ რეგიონში აგერ სომხეთს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, აზერბაიჯანს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ირანი თუ გახდება ცივილიზებული სახელმწიფო, იქ მოსახლეობა ცივილიზებულია. უბრალოდ რაც უშლის ხელს არის ის რეჟიმი, რომელიც იქ არის. თორემ ეს რეჟიმი რომ მოაშორო, ის ხალხი იმხელა ისტორიის და იმხელა კულტურის ხალხია, მიუხედავად იმისა, ჩვენ რა გქონია წარსულში ხო ერთმანეთთან, ფაქტია, ამ ხალხს არ გაუჭირდება ნორმალური ქვეყნის აჩერება და ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე კარგი ამბავი, რაც შეიძლება ამ რეგიონში მოხდეს. ხშირად ამბობენ, რომ რა გავლენაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის დანგრევას მთელს ამ ევრაზიულ სივრცეზე, შეიძლება თლად იმ მასშტაბის არა, მაგრამ არანაკლებ შეიძლება აღმოაჩნდეს რეგიონის მასშტაბით ირანში ამ ტიპის სერიოზულ ცვლილებებს. საქართველოსთვის თავის პოლიტიკის დივერსიფიცირებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობები ჩვენთვის. მნიშვნელოვანი პარტნიორებია, უკვე ახსენა ბატონმა თურქეთი, აზერბაიჯანი თავისთავად, მაგრამ თუ კი გაჩნდება ამის პოზიტიური ალტერნატივები, მაგალითად სომხეთი ირანის მიმართულება როგორც სატრანზიტო, ცუდი ნამდვილად არ იქნება, არ გვაწყდეს აშკარად. გიორგი, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პერსპექტივებს ზოგადად? უკრაინაზე ვიტყვი, მანამ სულ ორ სიტყვას. რაზეც გნებავს და უნდა ორი ინსტრუქტორი ჩავიდეს უკრაინიდან და ან სულაც რო არავინ არ ჩავიდეს, ზელენსკიმ ამ განცხადებით და უკრაინულმა მხარემ ჩემი აზრით ხაზი გაუსვა და დააფიქსირა ის რეალობა, რომელიც დაუდგება არამხოლოდ უპირველეს ყოვლისა ევროპულ სახელმწიფოებს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, სადაც მათ მოუწევთ უკრაინისგან ცოდნების გაზიარება და უკრაინული არმია და ქვეყანა იქნება ის ფორპოსტი, რომელიც უკრაინას დანარჩენ სამყაროს დაიცავს ავტორიტარიზმებისგან და ეგ ჩემი ძალიან სერიოზული მესიჯი იყო, რომელიც კიდევ მეორე სულ არ რეალიზდეს ეგ ამბავი, სწორი იყო ამის გაკეთება. რაც შეეხება რეგიონს, ვიზიარებ ყველა აქ გამოთქმულ მოსაზრებას, ერთადერთ რამეს დავამატებდი, რომ ჩვენს რეგიონში მართლა ისტორიულია მანამდე მომხდარი ცვლილებების, თქვათ იგივე სომხეთსა და აზერბაიჯანს, ჩვენ უკვე დავივიწყეთ ეს ამბავი, ხო? ისტორიული კონფლიქტი გადაიჭრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. იქ ყარდება მშვიდობის გრძელვადიანი მექანიზმები იქმნება, ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობს და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფნა უკვე თქვათ იმ შემთხვევაში თუ ირანი ხდება არ ვიცი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს რაღაც ნორმალური და ესეთი მოთამაშე, ეგ არსებითად ცვლის კი ამ მეტოქეობას, რაზეც ლევანმა ილაპარაკა, უბრალოდ ამ მეტოქეობაში ამერიკის შეერთებული შტატების როლი იზრდება ცალსახაა და ამის გარდა ეხლა ჩვენს წინააღმდეგობას და ქვეყნის ამ წუთის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას რო დაუბრუნდეთ, ჩვენ ეხლა გეოპოლიტიკურ კატეგორიებში ვილაპარაკეთ და ეს ყველაფერი სწორია და არ დაგავიწყეთ რომ თავისუფალი სამყაროს, თავისუფლებების, პოლიტიკური თავისუფლებების, ავტორიტარიზმის მარცხის, დემოკრატიის გამარჯვების წინვალი ნიმუში იქნება, მათ შორის ირანში რეჟიმის ცვლილება, იმიტომ რომ ჯამში კი ამ ყველაფერს სჭირდება, როგორც ხედავთ, მათ შორის სამხედრო ინტერვენცია, მაგრამ ირანელი ხალხის ბრძოლა ამ ამბავში არ არის მესამე ხარისხოვანი ფაქტორი. ამაზე უნდა შევთანხმდეთ და თუ რამე აფერხებდა ცივი ომის დასრულების შემდეგ აი ამ თავისუფლებებისთვის ბრძოლას ერთ-ერთი მთავარი, ესე იგი, წინაღობა ჩინეთთან და რუსეთთან ერთად იყო ირანი და ამაზრით ირანის ეს ამ რეჟიმის შეცვლა იქნება გამარჯვება დემოკრატიის. როგორც მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო ახლო აღმოსავლეთში და თავიანთ პროქსების მეშვეობით ალბათ სექტემბერში რო იწყებდნენ იმ ტერორისტულ შეტევას თეორიულადაც ვერ წარმოიდგენდნენ რა შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა არასრული რამდენი 3 წლის განმავლობაში, ხო? და ვერც ერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა ამას, რაც ხდება მართლაც. არა პროგნოზირებადია. მადლობა ბატონებო. ჩვენი მთავრობის სამზიმრის ტონსა და შინაარსზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ. ამ დიდ ცვლილებების ფონზე
ბევრი ასეთი ნიუანსი შეიძლება მართლა მომავალში შესაძლებლობაც არ გვიყოს, თუმცა იმას ვერავინ ვერ დაივიწყებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით იდგა ჩვენი ქვეყნის სახელით ადამიანი, რომლის ქვეყანაც იმ ტერორისტულ ორგანიზაციებს მხოლოდ დანაწევრებულად ყავთ ნაცნობი, ასე ვთქვათ. მხარე აირჩიეს გიორგი, ეგ არის პრობლემა. დღევანდელში ეგ არის, რომ იქ წერია, რომ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებდნენ, გარდა იმისა, რომ ტერორისტები. ხო, იმ დღევანდელ განცხადებაში რა წერია? ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც წერია. ანუ თურმე ყველაზე მეტი ადამიანი დაიხოცა ამ ომით. ანუ თვითონ ირანის რეჟიმმა კი არ დახოცა 36000 ადამიანი. ანუ ამერიკამ დახოცა ყველაზე მეტი და ათეულობით ბავშვი. აი ეს არის, ანუ ამერიკას და ისრაელს აბრალებენ ამას. ამიტომ ასეთი არაადეკვატური ხალხი რო გყავს აქ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქეთ ფლანგზე გაჩნდეს ადეკვატური ალტერნატივა, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველა მიცოდეს, რომ აი ეს არაადეკვატურები არ არიან საქართველოს. სხვაებიც არსებობენ, ვისაც მაგ სამძიმრის წელში ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეგ მაგ ნარატივი შეტანა. თორე ის რომ სამძიმარი უნდა გამოგვეხადა კიდეც და სიფრთხილე და მაგას არც არავინ ასე ვთქვათ აკრიტიკებს და ის რომ განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ ახლა ყველანი სიტუაციის გათვალისწინებით. მადლობა. უსურვებთ ირანელ ხალხს და ერს თავისუფლებისთვის ბრძოლაში წარმატების მიღწევას და რა თქმა უნდა ყველანი უშემოადგენთ იმას რომ თავისუფალი სამყაროს მიერ გაცხადებული ბიზნესები მიღწეული იყოს სახელმწიფოში, რომელიც ტერორიზმის წყაროს წარმოადგენდა დეკადების განმავლობაში მთელ მსოფლიოში.